მოგესალმებით ყველას. საქართველოსა და თურქეთში მცხოვრებ თურქებს, მთელ თურქულენოვან მოსახლეობას, ყველას, ვისაც ქართული ენის სწავლა სურთ. დღეს ჩვენ ვატარებთ ქართული ენის მერვე გაკვეთილს. საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა. ქრისტიანობა ქართველებმა მე-4 საუკუნეში 327 წელს მიიღეს. გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს რჯული საქართველოში კაბადოკიელმა წმინდანმა Ninum შემოიტანა. Gürcistan Ortodoks Hristiyan bir ülkedir. Gürcüler Hristiyanlığı 4. yüzyılda 337 yılında kabul etmişlerdir. Rivayete göre Gürcistan'a Hristiyanlığını getiren Kabadokyalı Azize Nino'ydu. Nino თმები ჩეკრული ვაზის ჯვრით სამხრეთიდან შემოვიდა საქართველოში. თავფარავნის ტვასთან მეცხვარეებს მცხეთისკენ მიმავალი გზა ჰკითხა. როგორც წინა გაკვეთილიდან გახსოვთ, თბილისამდე საქართველოს დედაქალაქი მცხეთა იყო. Kendi saçlarıyla bağladığı üzüm kütüğünden yapılmış hacı getiren Kabadokyalı Nino ülkeye güneyden girmiş. Tavparavani Gölü'nün civarında köyün sürüsünü otlatan çobanlara Mtskheta'ya giden yolu sormuştur. Hatırladığınız gibi Tiflis'ten önce Gürcistan'ın başkenti Mtskheta'ydı. Nino შემოსვლისას იმ დროინდელ საქართველოში მეფობდნენ მირიან მეფე და ნანა დედოფალი. ქვეყანაში კერძთა ხვალისმცემლობა იყო გავრცელებული. ნანა დედოფალი იმხანად ავად ყოფილა. ნინოს კი კარგად სცოდნია ბალახეულისაგან სხვადასხვა წამლების მომზადების ხელოვნება. ამიტომაც სულმანი Ninum dedoplis ketilgançoba daimsahura. Kabadokyalı Nino Gürcistan'a geldiğinde putperestliğe inanılan ülkede hükümdarlık Kral Miryan ve Kraliçe Nana'nın elindeydi. Çeşitli otlardan ilaç hazırlamada usta olan Kabadokyalı Nino sık sık hastalanan Kraliçe Nana'nın kısa zamanda gözüne girmeyi başardı. Kabadokiyeli წმინდანის ქადაგება პირველმა ნანა დედოფალმა ირწმუნა. მირიან მეფეს დიდხანს არ სურდა ქრისტიანობის მიხება, მაგრამ ლეგენდის მიხედვით ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა. Kraliçe Nana Azize Nino'nun vaazlarını dinleyip ona ilk inanan kişi olmasına rağmen Kral Miryan yeni dini bir türlü kabul etmemiştir. Ama efsaneye göre bir olay her şeyi halletmiştir. ერთხელ როდესაც მირიან მეფე და მისი ამალა უღრან ტყეში ნადირობდა, უეცრად ჩამობნელებულა. იმ წელიწადს საქართველოში მზის დაბნელების წელი ყოფილა. მეფე და მისი ამალა მხურვარე ლოცვას შესდგომია, რათა ისევ ეხილათ ნათელი. Bir gün Kral Miryan ve mahiyetindekiler ormanda avlanırken birdenbire karanlık basmıştır. Meğer o sene Gürcistan'da güneş tutulma yılıymış. Kral Miryan ve mahiyeti güneşin yeni aydınlatması için diş çöküp dua etmeye başlamışlar. Rigrigobit mat შესთხოვეს ყველა კერპს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მირიან მეფემ ბრძანა შევედრებოდნენ ნინოს ღმერთს, რის შემდგომაც მართლაც განათდა. მაშინ იწამა მეფემ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი კაბადოკიელი წმინდანის ნინოს ღმერთი იყო. O zamanki Gürcistan'da tapılınan bütün putlara sırayla dua etmelerine rağmen her şey boşunaymış. Nihayet Kral Miryan Nino'nun tanrısına dua etmesini emretmiştir. Dua sırasında gerçekten yavaş yavaş ortalık aydınlanmış. O zaman gerçek tanrının Kabadokyalı Azize'nin vaaz ettiği tanrı olduğuna inanmış kral. Dabrunda თუ არა მირიანი მცხეთას, მაშინვე მიიღო ქრისტიანობა და მთელი მოსახლეობაც მდინარე მტკვარში მონათლა. მე-4 საუკუნიდან ქართლის სამეფოში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. Miryan Mtskheta'ya döner dönmez Hristiyanlığı kabul edip bütün ahaliyi de Kura Nehri'nde Hristiyan usulü vaftiz ettirmiştir. Demek oluyor ki Hristiyanlık Gürcistan'da 4. yüzyıldan resmi din olarak kabul edildi. საქართველო პატარა, მცირე მიწიანი, მაგრამ საკმაოდ მრავალეროვანი ქვეყანაა. მოსახლეობის 90% მართლმადიდებელი ქრისტიანია. დანარჩენი პროცენტი კათოლიკები,
იუდაელები, მუსლიმანები და სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები arიან. Nüfusun %90'ı Ortodoks, kalan kısmı ise Katolik, Yahudi, Ermeni kilisesini takip ederler ve Müslümanlar. Gürcistan küçük, az topraklı ama çok milletli bir ülkedir. 26 საუკუნის წინ მოვიდნენ საქართველოში ებრაელები. იცხოვრეს და დღესაც ცხოვრობენ ქართველების მხარდამხარ ძმურად და მეგობრულად. არც მათ და არც სხვა რომელიმე ერს აქ დევნა და შევიწროება არ განუცდია. საქართველოში ოდითგანვე ერთმანეთის გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობდა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხი. 26 yüzyıl önce Gürcistan'a gelen Yahudiler burada yerleşip kalıp ve hala Gürcülerin yan yana, el ele, omuz omuza kardeşçe yaşamaya devam etmekteler. Bu topraklarda hiçbir zaman ne onlar sıkıntı çekmiştir ne de başka milletler. Gürcistan'da ta eski zamanlardan itibaren çeşitli din temsilcileri hep beraber dostça yaşamışlardır. Davabrundet anbani შესწავლას. Gürcü alfabesi öğrenmesine dönelim. Წინა გაკვეთილზე ჩვენ კიდევ სამი ასო ვისწავლეთ. C, C და T. Mivqvat დედაენას და გავაგრძელოთ. Önceki derste biz C, C ve T gibi 3 tane Gürcü harfi öğrendik. Dedaena'ya göre devam edelim. Asobgera K, K harfi. Katami, tavuk. Aklemi, deve. Kalaki, şehir, kent. Kva, taş. Aks, var. Kliavi, erik. Kandara, tünek. Eksi, altı. Kudi, şapka. Açukes, hediye ettiler, armağan ettiler. Sakanela, salıncak. Kartveli, Gürcü. Sakartvelo, Gürcistan. Წავიკითხოთ და ვთარგმნოთ თურქულად. Okuyalım ve Türkçe'ye çevirelim. Ay kudi. Es katamia. Is aklemia. Ay kalaki. Es kamaria. Is sakanela. Traktorit ხნავენ. Ბაღში ქლიავი დამწიფდა. მელა ქათამს ეპარება. ქორი აფრინდა. ქეთო საქანელაზე ქანაობს. თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ბათუმი ზღვისპირა ქალაქია. ქუთაისში საავტომობილო ქარხანაა. ვაჟა-ფშაველა ცნობილი ქართველი მწერალია. დაისწავლეთ ეს ლექსი ზეპირად. ბუშირი ezberleyin. ქორი და წიწილა. ქორმა წიწილი წაიღო, იძახდა წიავ-წიავსა. წიწილის თეთრი ბუმბული ველად გახქონდა ნიავსა. დავისწავლოთ ეს ანდაზა. გარეულმა ქათამმა şinauri katami გააგდო. Atasözü, dağdan geldi, bağdakini kovdu. Targınıda daçeret kartulat. Gürcü karşılıkları çevirip yazınız. Kutaisi güzel kenttir. Devenin hörgücü var. Erik meyvedir. Bekaya şapka hediye ettiler. Tünekte 6 tavuk var. Beka ketoya taş attı. Gürcistan'ın başkenti Tbilisi'dir. Ahla şevistallot asobgera Ç. Şimdi Ç harfini öğrenelim. Ça, kuyu,
ჭიქა, ბარდაკ, ჭერამი, ქაისი, ჭანჭური, ერიკ, ბირჯინსი, ჭინჭარი, უსურგან, კაჭკაჭი, საქსან, ჭარხალი, ფანჯარ, ჭრიჭინა, აუსთოს ბოჯეი, ჭიამაია, უურ ბოჯეი, ჭურჭელი, ქაფ, ჭიანჭველა, ქარინჯა. წავიკითხოთ და ვთარგმნოთ თურქულად. ოქუიალым ve Türkçe'ye çevirelim. Ay ჭიქა, ეს ჭერამია, ის ჭინჭარია, აი ჭა, ჭიქა ჭურჭელია, ჭაში ცივი წყალია, ჭერამი და ჭანჭური ხილია, ჭარხალი ბოსტნეულია, ჭინჭარი სამკურნალო მცენარეა, კაჭკაჭი ფრინველია, ჭრიჭინა ჭრიჭინებს, ჭიანჭველა, ჭიამაია და ჭრიჭინა წერებია, ქეთომ ჭიამაია იპოვა, ჭიანჭველას შრომა უყვარს, ჭიქაში ცოტა წყალია, ბექა ცხენს მიაჭენებს. Targnet de dațeret kartulat. Gücüce karşılıklarını çevirip yazınız. Bardakta az su var. Isırgan bitkidir. Karınca çalışkandır. Bu kuyuda su yoktur. Saksan küçük böceklerin düşmanıdır. Asoebi kıdacı iწყება ხაზ ზემოთ და ჩადის ხაზ ქვემოთ. ჭ ასო თურქულში არ გვაქვს. წარმოების ადგილის მიხედვით ქ უკანაენისმიერია, ხოლო ჭ enanunисмиери. K ve ç harfleri çizginin yukarısında başlayıp aşağıya doğru yazılırlar. Ç harfin karşılığı Türkçe'de yoktur. Çıkış yerine göre K damak ünsüzüdür. Onu çıkartılırken çene hafifçe sarkık. Dilin ucu alt dişlere dayanır. Dilin tam arka kısmı damağın arkasına doğru yükselir. Ç harfi ise diş eti damak ünsüzüdür. Onun çıkışından dilin iki yanı damağa değer. Dil ucu diş etlerine dayanır. Başka türlü desek, Ç bir patlak ünsüzüdür ve dilin diş yuvarlığının geri kısmına bastırılarak telaffuz edilir. Şin atcer წარმოთქვით შემდეგი ენის გასატეხი. Aşağıda verilen tekerleme evde 10 kez telaffuz ediniz. Daჭრიჭინებდა დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა. Გადავიდეთ ასობგერა ჯზე. J harfine geçelim. Coxi, değnek, cami, çanak, kase, caçvi, zincir, cebiri, engel, ciuti, inatçı, cori, katır, beciti, çalışkan, cariskatsi, asker, er. Წავიკითხოთ და ვთარგმნოთ თურქულად. ოქუიალым ve Türkçe'ye çevirelim. Ay, coxi. Es caçviya. Ay pincani. Es camiya. Cami da pincani ჭურჭელია. ჯორი ჯიუტი ცხოველია. ჯიქი გარეული ცხოველია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ. ჯემალი მოხუცს ეხმარება. დარეჯანი ბეჯითი მოსწავლეა. მოხუცი ზაქრო ჯოხს ატარებს. ჯაბა ჯარისკაცია. ჯემალი ბახში ქლიავს კრებს. დავისწავლოთ ანდაზა. 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. 1000 sözünü öğrenelim. 100 kere ölç, 1 kere kes. Targnet da dațeret kartulat. Gürcüce karşılıkları çevirip yazınız.
O katırdır. İşte kase. Borjomi kaplıca suyudur. Bu keçi sürüsüdür. Bu dedenin değneğidir. İşte uzun ve ağır zincir. Asucu iწყება ხაზზე და ჩადის ხაზ ქვემოთ. როგორც დავინახეთ, ქართული ანბანის აქამდე შესწავლილი ყველა ასო იწერებოდა ხელის აუღებლად. ქ, ჭ და ჯ ისეთი ასოებია, რომელთა დაწერა ხელის აუღებლად შეუძლებელია. J harfi çizgi üzerinde başlayıp aşağıya iner. Gördüğünüz gibi Gürcü alfabesinin bugüne kadar öğrendiğimiz bütün harfleri el kaldırmadan yazılıyordu. Ama K, Ç ve C harfleri el kaldırmadan yazılamaz. დავისწავლოთ ეს ანდაზა. Naçukar ცხენს კბილი არ გაესინჯებაო. Bu atasözünü öğrenelim. Hediye atının dişlerine bakılmaz. Ახლა გადადივართ ჩვენი გაკვეთილის პრაქტიკულ ნაწილზე და შემოგთავაზებთ ჩვენი სტუდენტების მიერ მომზადებულ დიალოგებს. Şimdi programımızın pratik bölümüne geçip öğrencilerimiz tarafından hazırladığı diyalogları sunacağız. საღამო მშვიდობისა, ნანა, გიორგი. საღამო მშვიდობისა, ნატალია. თეატრიდან ბრუნდებით? დიახ, თეატრში შექსპირის შობის მე-12 ღამე ვნახეთ. რობერტ სტურუას დადგმულია. მოგეწონათ სპექტაკლი? რა საკვირველია. აუცილებლად ჩვენც უნდა წახვიდე და ნახო. კი, ვიცი, რობერტ სტურუა გენიალური რეჟისორია. ნინო, ლევან, ასე გვიანობამდე სად იყავით? წვეულებაზე დაბადების დღეზე. ვისი დაბადების დღე იყო? ლელასი. კარგი დრო გაატარეთ? ძალიან, ამიტომ დაგვაგვიანდა. წამოსვლა აღარ გვინდოდა. მართლა? რა კარგია? კარგი სოფო, ღამე მშვიდობისა. ძილინებისა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე. Bugünkü programımız sona erdi. Hoşça kalın. Görüşmek üzere. Desteklemek için beğeni, abone ol ve bildirimleri aktif et butonlarına tıklayın lütfen.